როცა სოხუმი და გადარჩენილი ადამიანებისთვის დაიწყო გზა, რომელიც მათთვის უსასრულოდ გაგრძელდა. Ყოველფრის თვითმხილველნი და მონაწილენი ამბობენ, რომ ერთომს სოხუმიდან გამოექცნენ, მეორეს კი სვანეთის გზაზე გადაეყარნენ. იქ მათ მტერი ეომებოდა, აქ კი ამ ყველაფერთან ერთად ბუნება, კლიმატი, უღონობა, უჭმელობა და გარშემო სივრცე, რომელიც ჯოჯოხეთს უფრო წააგავდა. ბავშვები, ქალები, მოხუცები, დაჭრილები ამ გზაზე ყველას შეხვდებოდით. ძალა გამოცლილები, მშივრები, სიკვდილის პირას მისულნი მაინც ცდილობდნენ როგორმე სოფელ ჭუბერამდე ჩასულიყვნენ. აქ ნახავდით ადამიანებს, რომლებიც საკუთარ შვილებს, მეუღლეებს, დედებს, მამებს გარდაცვლილთა შორის ეძებდნენ. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სვანეთის გზის გადალახვა ვერ შეძლეს, ბევრი უღელტეხილზე გადასვლისას, ზოგიც ალპური ზონის გადალახვისას გარდაიცვალა. მე მქვია მარია. ვარ 10 წლის. ჩემი მშობლები აფხაზეთიდან არიან. ამჟამად წყალტუბოში ვცხოვრობ. სკოლიდან საკმაოდ შორს და უტრანსპორტობის გამო პირულ გაკვეთილზე სულ მაგვიანდება. მასწავლებელი გაკვეთილების მერე მტოვებს, რომ პროგრამას დავეძიო. მინდა კარგი განათლება მივიღო.